რაც შეეხება გაკრიალებულ და გაწყვილებულ ადამიანებს, რომელიც წითელ ხალიჩაზე იყრიან თავს ხოლმე, ახლა მათი ამბებით მოვისმინოთ, ოქროს გლობუსი 2026-ის ნომინანტები უკვე ცნობილია. აბადა? უცხოური პრესის ასოციაციამ ისინი ცოტა ხნის წინ გამოავლინეს, სანამ მათ ვინაობას გაგაცნობთ, მათ მოუყვეთ ოდენი ჩვენს მაყურებელს და უთხრათ კიდევ ერთხელ, რომ ოქროს გლობუსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული კინოპრემია გახლავთ, მას სხვანაირად ოსკარების ერთგვარ რეპეტიციასაც უწოდებენ ხოლმე. ახლა კი რაც შეეხება ძირითად ნომინაციებს. ყველაზე მეტი 9 კატეგორია წელს კინოსურათმა სახელწოდებით ბრძოლის შემდეგ ბრძოლა მოიპოვა. საუკეთესო მხატვრული ფილმი, დრამა, წარდგენილები არიან ისეთი ნამუშევრები, როგორებიც არის ფრანკენშტეინი, ჰამლეტი, ეს უბრალოდ უბედური შემთხვევაა. საიდუმლო აგენტი, სენტიმენტალური ღირებულება და ცოდვილები არიან. ამავე ჟანრში საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჯენიფერ ლოურენსი, ტესა ტომსონი, ჯულია რობერტსი, ჯესი ბაკლი, ევა ვიქტორია, დარე ნატე რეინსვე, ხოლო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში წელს დუეინ ჯონსონი, ჯერემი ალენ უაითი, ოსკარ ისააკი, ვაგნერ მურასა, ჯოელ ედგერტონი იქნებიან წარდგენილი. შენ, ესე იგი, გადავიდეთ ამასობაში უკვე ჩემს საყვარელ ანიმაციურ ფილმზეც. მისი ნომინანტები ასე გამოიყურება: ზოოტოპია 2. გიჟდები ზოოტოპიაზე, გახმოვანებული მაქვს, თან და რაღაც სხვა სენსიტივები მაქვს. არკო, ელიო, დემონებზე მონადირეები, პატარა ამელი ან წვიმის პერსონაჟი. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გილიერმო დელ ტორო, ქლოე ჟაო, პოლ ტომას ანდერსონი და რაიან კუგლერი. ნახოთ რა მოხდება, ახლა კი რაც შეეხება უკვე სატელევიზიო შოუებს, საუკეთესო სერიალი დრამა წარდგენილები არიან. პიტი, დიპლომატი, თეთრი ლოტუსი, განცალკევება და ნელი ცხენები. ხოლო კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში სტუდიო, დათვი, ებოტ ელემენტარი, არავის უნდა ეს და შენობაში მხოლოდ კვლელები არიან. აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებულ სატელევიზიო შოუს ნომინაციაში წელსაც მოხვდა სერიალი სახელწოდებით მოზარდობა, ხოლო ოუენ კუპერი, რომელიც მასში მთავარ გმირს განასახიერებს, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობის ტიტულისთვის იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ის უკვე გახდა ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელმაც ემის ჯილდო მოიპოვა და ვნახოთ რა სიზამს უკვე ამჯერად. ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია 11 იანვარს გაიმართება და გამარჯვებულების ვინაობასაც სწორედ მაშინ გავიგებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და ძვირფასო მეგობრებო. ვნახოთ. ვიცით გაქვთ დრო, გამიჩნდეს ის სურვილი, რომ გადავხედავ ყველა ნომინანტს. და მე ჩემი გამარჯვებულები გამოვავლინე და მე ვნახოთ გაიმარჯვებს თუ არა ის მე უკვე ამ კონკრეტულ ხო, სხვა გულშემატკივრობა არის ხოლმე მე. რა მაგარი რეციმთელი. კი. სხვათა შორის შემადგენლობა. გამომივიდა ერთხელ ოსკარებზე, საი მანამდე მოვასწარი ფილმების ნახვა და გაიმარჯვა იმ ფილმმა უცხოურ კატეგორიაში, რომელსაც გულშემატკივრობდი, რომელიც ცივი ომი ასე ქვია და ვისაც არ გინახავთ, პოლონური ფილმია, ფანტასტიკური ფილმია, არაჩვეულებრივი საუნდტრეკებით. და ისეთი რაღაცა შენც გაიმარჯვე. ხო, თანაზიარი ვიყავი იმ გამარჯვების. ხო და კარგი იდეა ეს თუ გაქვთ დრო და საშუალება, აგერ კი გაგაცანით სია ნომინანტების და ჩაუსხედით და მე უკვე 12 იანვარს ერთად შეაფასეთ გამარჯვებული. ხო, ფილმი თუ არა მსახიობი, რომელიც გვიყვარს ან რეჟისორი, რომელიც გვიყვარს, შეგვიძლია მას უგულშემატკივრ ზოოტოპიას უკვე გულშემატკივრობთ მაგალითად ანიმაციებში. ხო, განწყობა არის. ხედავთ იმ დროს სხვები არ ვიცი, ზოოტოპიას უკვე გულშემატკივრობთ. არა, ხო და აი არც პირველი. გამოყოლილში. მე